გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მოგესალმებით, დღეს პარასკევია, საღამოს 6 საათი და რადიო აფხაზეთის ხმის ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მე კი მისი წამყვანი მარიამ ჯოჯუა ვარ. დღევანდელი ჩვენი სტუმარია ჯოანის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ფსიქოლოგი ქალბატონი ანა მორგოშია. მოგესალმებით, ქალბატონო ანა, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს სცენას. მოდით, ქალბატონო ანა, დავიწყოთ საუბარი ზოგადად რას გულისხმობს ბავშვზე და ოჯახზე ორიენტირებული ზრუნვა სამედიცინო დაწესებულებებში. ბავშვზე და ოჯახზე ორიენტირებული ზრუნვა არ არის მხოლოდ მომსახურებითი ფორმა. ეს არის ღირებულებითი და ეთიკური ჩარჩო, რომელიც აერთიანებს მეცნიერებას, ემპათიას და ადამიანის მიმართ პატივისცემას. პირველ რიგში ეს არის ღია და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა, კომუნიკაცია, რომელსაც აუცილებლად უნდა იზიარებდეს მედპერსონალი, რაც გულისხმობს ყურადღებით მოსმენას, საჭირო და სათანადო დროის დათმობას და ემპათიას მთელი მკურნალობის პროცესში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის ჩართულობა ზრუნვის პროცესში, რაც გულისხმობს მათი ემოციების მოსმენას, გაგებას, აღიარებას. ცხადია, ეს პაციენტებისთვის და მათი მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი თავს თვლიან აღიარებულად, მნიშვნელოვნად პროცესში ჩართულად, რაც ერთის მხრივ ზრდის ნდობას და გაზრდილი ნდობა უზრუნველყოფს ეფექტურ კომუნიკაციას და მკურნალობას. არჩევანის თავისუფლებაზე რომ ვისაუბროთ. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ბავშვს მივცეთ ამ შემთხვევაში არჩევანის შესაძლებლობა, რომ დათანხმდეს ამ ტკინეულ პროცედურას? ხო, ძალიან კარგი კითხვა არის. ზოგადად, როდესაც ვამბობთ, რომ ჩართულები უნდა იყვნენ პაციენტი და პაციენტის ოჯახის წევრები მკურნალობის პროცესში, უნდა გავითვალისწინოთ მათი მოვისმინოთ პირველ რიგში და გავითვალისწინოთ მათი უკავშირები, ხო, და მივცეთ არჩევანის შესაძლებლობა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, არჩევანის მიცემა არ ნიშნავს აბსოლუტურ არჩევანს, ცხადია, ყოველთვის არის ერთი ან რამდენიმე ვარიანტი, სადაც შეგვიძლია ბავშვს ან ოჯახის წევრს მივცეთ არჩევანის შესაძლებლობა. კონკრეტულად პაციენტის შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველთვის არის არჩევანის შესაძლებლობა. ისეთი მარტივი მაგალითი მინდა მოვიყვანო. მაგალითად, თუ პროცედურა ამის შესაძლებლობას იძლევა, ცხადია, შეუძლია იჯდეს თუ იწვეს ან უბრალოდ მშობლის კალთაში იყოს. ასევე შეუძლია აირჩიოს დედასთან ერთად იქნება პროცედურის განმავლობაში თუ მამასთან ერთად ან ანალიზისთვის რომელი ხელი აირჩიოს, ხო? ეს ყველაფერი ბავშვს აძლევს ასე ვთქვათ, მონაწილეობის უფლებას და გამოცლების პასიური მიმღებლობიდან გადადის აქტიურ მონაწილედ და ეს მათ თავს ძალიან კარგად აგრძნობინებთ ხოლმე და უფრო თანამშრომლურები არიან, უფრო გვენდობიან და გაზრდილი ნდობა ცხადია წარმატებულ მკურნალობას ნიშნავს. დიახ. კიდევ რა პრინციპებს ეფუძნება ოჯახზე, ასე ვთქვათ, ორიენტირებული ზრუნვა? გამოვყვავდი ასევე თანამშრომლობის ნაწილში ვგულისხმობ პერსონალის თანამშრომლობას, ერთმანეთთან მულტიგუნდურ თანამშრომლობას, ურთიერთობას, რაც მოიცავს იმას, რომ როდესაც ასე ვთქვათ, კლინიკის ყველა რგოლი ერთ ღირებულებებს იზიარებს, თანამშრომლები არიან, ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, ურთიერთობის ფორმებს, ცხადია, ბავშვზე და ოჯახზე ორიენტირებული, უფრო მეტად ბავშვზე და ოჯახზე ორიენტირებული ხდება მკურნალობა ერთი პრინციპის და ერთი იდეის ირგვლივ ერთიანდებიან, ასე რომ ვთქვათ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება, რაც გულისხმობს, ანუ ყველა ოჯახი არის უნიკალური, ხო? ყველას თავისი განვითარების დონე აქვს, მოსმენის და ყველას თავისი ემოციური მიმღებლობა აქვს. ასევე გასათვალისწინებელია რელიგიური თუ ასე ვთქვათ ეთიკური ნორმები,
მრავალი სხვა ფაქტორი, რაც ვთქვათ, რისი გათვალისწინებით მკურნალობა ხდება მეტად ეფექტური და პაციენტებს აქვთ უფრო მეტად, ასე ვთქვათ, გაზრდილი ნდობა. ვაღიაროთ, რომ ცოტა დღესდღეობით საქართველოში პაციენტებს უნდობლობის განცდა აქვთ ექიმების მიმართ, სულ დაძაბულები არიან და არ იციან როგორ კითხონ თავარი სათქმელი, ხო? აი, ხშირად არის ალბათ ჩვენი მსმენელიც დაგვეთანხმება, რომ როცა ექიმთან მივდივართ, ესე გზაში თითქოს ყველაფერი ვიცით, რა უნდა ვკითხოთ, როგორ უნდა ვკითხოთ. მაგრამ რო გამოვდივართ კაბინეტიდან, თითქოს ის მთავარი რაც გვაინტერესებდა, მეტწილად გვავიწყდება, რომ ვკითხოთ. ამის ყველაზე ისეთი კარგი გამოსავალი არის, რომ თვითონ მედპერსონალი, რომელიც ძალიან ბუნებრივად თავისუფლად გრძნობს თავის სივრცეში თავს, დრო მისცეს, მოусმინოს, აცალოს, დამაზუსტებელი კითხვები დაუსვას, რამდენად სწორად გაიგო, იმიტომ რომ ხშირად პაციენტები უხერხულობის გამო გვეთანხმებიან, რომ ყველაფერი გაიგეს და რეალურად მეტი დროის მიცემა სჭირდებათ მათ და ასევე დამაზუსტებელი კითხვებით ზუსტად მედპერსონალს შეუძლია გაიგოს, რამდენად სწორად გაიგო მან მიწოდებული ინფორმაცია. ცხადია, ეს უნდა იყოს მისთვის გასაგებ ენაზე ახსნილი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განმეორებითი ინფორმაცია მივაწოდოთ, როდესაც ერთხელ ავხსნით თუნდაც პაციენტს ან პაციენტის ოჯახის წევრს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას მივაწვდით, აუცილებელია, რომ რაღაც დროის მერე ეს ინფორმაცია გავამეოროთ. ეს გვეხმარება იმაში, რომ დავრწმუნდეთ, რამდენად სწორად გაიგო და თან ასევე შეიძლება ისეთი დეტალები გამორჩეს პაციენტს, რაც თქვათ განმეორებით შემთხვევაში უფრო კარგად გაიგოს, ასე ვთქვათ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ემოციური მხარდაჭერა და რას გულისხმობს ემოციური მხარდაჭერა, ხო? პირველ რიგში ემოციური მხარდაჭერა ეფუძნება ემპათიას. ემპათია კი თავის თავში მოიცავს პაციენტის და მისი ოჯახის წევრების ემოციების მიღებას, გათვალისწინებას, აღიარებას. ძალიან ხშირად არის, რომ აი ჩვენ მედპერსონალი, რომელიც თქვათ თავს ძალიან კარგად და კომფორტულად გრძნობს სამედიცინო დაწესებულებაში, პაციენტისთვის ეს შეიძლება იყოს ისეთი სივრცეებიც კი, რომლებიც ჩვენი აღქმით საერთოდ არ არის საფრთხის შემცველი, პაციენტისთვის შეიძლება იყოს დამძაბველი, ხო? თუნდაც ისეთი პროცედურა, ისეთი უმტკივნეულო პროცედურა, როგორიც არის ეხოსკოპის გადაღება, ბავშვები ხშირად ტირიან და ასე ვთქვათ, უარს აცხადებენ ამის გაკეთებაზე, თითქოს ერთი შეხედვით უმტკივნეულოა, ხო, არაფერი არ ეთკინება, არაფერი საშიში არ არის ჩვენი აღქმით, მაგრამ ბავშვისთვის ეს არის მოულოდნელი, არაპროგნოზირებადი საშიში პროცედურა, არ იცის მისი თანმიმდევრულობა, არ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება, არ გვენდობა, ამას შეიძლება რაღაც წინარე გამოცდილება ახლდეს თან და ესეც იყოს მიზეზი განმაპირობებელი, ხო? და აუცილებლად უნდა მოვერიდოთ ისეთ ფრაზებს, როგორიც არის რა გატირებს, შენ ხო დიდი გოგო ხარ ან დიდი ბიჭი ხარ, შენი ასაკის ბავშვები ამაზე არ ტირიან, არ ნერვიულობენ, ხო? ეს არაფერში არ გვეხმარება პირიქით შფოთვას და ასე ვთქვათ, შიშს უფრო მეტად აძლიერებს და როდესაც ბავშვი და მისი ოჯახის წევრი განიცდის შფოთვას და შიშს, მათ უჭირთ ჩვენი მოსმენა, ინფორმაციის მიღება, შესაბამისად, როდესაც თან მეუბნებით, რომ რა გატირებს, არაფერს არ გიკეთებ და თან პარალელურად თითქოს ბრჭყალებში ვცდილობთ, რომ აუხსნათ პროცედურის თანმიმდევრულობა, ისინი არ გვისმენენ, რადგან მათი შფოთვის დონე ძალიან მაღალია და უჭირთ ინფორმაციის მიღება. ბუნებრივად ჩდება კითხვა, რა დაგვეხმარება ასეთ დროს, რომ ბავშვი იყოს, ასე ვთქვათ, ბავშვის ნდობა მოვიპოვოთ, ხო? პირველ რიგში უნდა მოусმინოთ და მოსმენასაც აქვს თავისი ტექნიკები, ასე ვთქვათ, როგორ შეიძლება მოусმინოთ ყურადღებით, ხო? ბავშვს დაუთმოთ მას დრო, როგორც წესი, უფრო მეტად მშობლებს ვესაუბრებით ხოლმე, ხო? მედპერსონალი მშობელს ასაუბრება და ბავშვი გვერდიდან უყურებს. ამ დროს თვითონ უნდა გაიკეთოს, თვითონ უნდა იყოს ამ გამოცდილების მიმღები, მაგრამ ყველა რატომღაც
მის ოჯახის წევრს უფრო მნიშვნელოვნად თვლის მისი გაგებით, ხო? და ასე დროს უბრალოდ რო შევხედოთ თვალებში ან მისი მაღლეზე რომ ჩავიმუხლოთ და უთხრათ რომ ისე ნორმალურია, ვიცი რომ აქ არაფერი არ ხდება საშიში, მაგრამ მე მესმის შენი, ვიცი რომ ღელავ, ვიცი რომ მოულოდნელობით შეიძლება იყოს რაღაცები შენთვის, ხო? და ესე დროს ეს ყველაფერი ეხმარება ბავშვს რომ მიხვდეს რომ ვიღაცა მას უსმენს, ემოციურად უსაფრთხო გარემო შეიქმნას და ვიღაცა მას უსმენს, არაჩქარებს, მის ტემპს მიყვება. ეს ერთი შეხედვით ესეთი მარტივი რჩევები თუ რა ვიცი როგორ შეგვიძლია დავარქვათ, ძალიან გვეხმარება ბავშვთან თანამშრომლობის ნაწილში. ცხადია, ყოველთვის ესე არ არის, რომ შეიძლება ყველაფერი ზედმიწევნით ისე გავაკეთოთ, როგორც სწორია, როგორც ამას თქვათ პროტოკოლებიდან სწავლობთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ისეთი რამე, რაც ისე არ წავიდეს, როგორც გსურს, არ გვინდა. ეს არ ნიშნავს, რომ არ გამოგვივიდა, ან უნდა დავნებდეთ. ამას აუცილებლად ექნება კვალი ბავშვის მომავალი სამედიცინო გამოცდილებისთვის. კლინიკებში ვინ არის პასუხისმგებელი ბავშვზე და ოჯახზე ორიენტირებულ ზრუნვაზე? ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ რაღაცა ხშირად გონიათ, რომ ვიღაცა ერთი რგოლი არის, ვინც ამაზე არის პასუხისმგებელი. ყველა ადამიანი, ვინც კლინიკაში მუშაობს, არის ამაზე პასუხისმგებელი. თუმცა მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კლინიკები ამისათვის მიმართავენ დამატებით ინტეგრირებულ სერვისებს, როგორც არის, ვთქვათ, ფსიქოსოციალური სერვისი. ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ფსიქოსოციალური სერვისი მისი დაარსების დღიდან 1996 წლიდან ფუნქციონირებს. მას უძღვებოდა ფსიქოლოგი და საქართველოში ერთადერთი child life სპეციალისტი ხათუნა დოლიძე, რომელმაც უზრუნველყო ამ სერვისის განვითარება, სპეციალისტების გადამზადება, უწყვეტი განათლების მიცემა, მან თავის გუნდთან ერთად შექმნა გაიდლაინები, პროტოკოლები და სხვადასხვა მასალები, რაც შემდგომ პაციენტებთან მუშაობაში გვეხმარება. დღესდღეობით ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში 3 ფსიქოსოციალური სერვისის სპეციალისტი მუშაობს, რომლებიც ამბულატორიაში, სტაციონარსა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მუშაობენ. ფსიქოსოციალურ სამსახურზე რო გითხრათ, ორი სიტყვით ასე ვთქვათ, რას უზრუნველყოფს ფსიქოსოციალური სერვისი? ფსიქოსოციალური სერვისი უზრუნველყოფს ძალიან ბევრ რამეს და ძალიან მნიშვნელოვანი სერვისია ზოგადად პედიატრიული დაწესებულებებისთვის. კვლევებით დადასტურებული და დადგენილია, რომ ზოგადად სამედიცინო გამოცდილებას ბავშვზე და მის ოჯახზე ესეთი არასასიამოვნო და ემოციურად სტრესული არის და ცუდი ზეგავლენა აქვს, ასე ვთქვათ, უბრალოდ არასასიამოვნო ზეგავლენა აქვს, ასევე მის განვითარებაზე და ასეთ დროს ფსიქოსოციალური სერვისის სპეციალისტები ცდილობენ, რომ შეამცირონ სტრესი და იქ მიღებული, უბრალოდ კლინიკაში მიღებული გამოცდილება გარდაქმნან გამოცდილების ხელშემწყობად და განვითარების ხელშემწყობად, ასე ვთქვათ. ფსიქოსოციალური სერვისის ინტერვენციები მოიცავს ბავშვის ფსიქოლოგიურ მომზადებას სამედიცინო პროცედურებისთვის, პოსტპროცედურულ მხარდაჭერას, პროცედურის დროს მხარდაჭერას, თამაშის ხელშეწყობას, გარემოს ნორმალიზებას, მშობლების ჩართულობას და ბავშვებთან თამაშისას და მოკლედ ექიმებსა და პაციენტებს შორის თანამშრომლობას უწყობს ხელს. ძალიან ისეთი არის მშობლებს ძალიან უჭირთ ასე ვთქვათ, იმ რეალობასთან გამკლავება, რაც ჰოსპიტალებში ხდება, განსაკუთრებით ხანგრძლივად ჰოსპიტალიზებულები, როდესაც არიან, ძალიან რთულია მშობლისთვის და დამატებითი ფიქრები აქვთ ხოლმე, რაღაცა სხვა ოჯახის წევრები, ბავშვის დედმამიშვილები და სხვა დამატებითი საჭიროებებიც აქვთ, რისი გათვალისწინებაც კარგი იქნება, რომ იყოს ჰოსპიტალებში და ასე ვთქვათ, ხელი შეუწყოთ იმას, რომ მაქსიმალურად მშობლს ჰქონდეს ემოციურად უსაფრთხო გარემო და თავისი ემოციების გაზიარების შესაძლებლობა.
როდესაც ბავშვი არის კლინიკაში, ასე ვთქვათ, განიცდიან, რა თქმა უნდა, შფოთავენ, ტკივილს განიცდიან. ამ შემთხვევაში ლოგიკურია, რომ მშობელიც განიცდის და ნერვიულობს და ამ შემთხვევაში რამდენად აქვთ, ასე ვთქვათ, ბავშვებს თამაშის სურვილი მაგალითად. ძალიან კარგი კითხვა არის და ხო რაღაცა ესეთი მოულოდნელია ხშირად ყოფილა ხოლმე პაციენტებს როცა ურეკავენ მოსაკითხად ახლობლები და ეუბნებიან რომ აი თამაშობთ რაღაცა იქიდან გაოცებული გაკვირვებული ხმა ისმის ხოლმე რანაირად შეიძლება ჰოსპიტალში მშობელმა ან პაციენტმა ითამაშოს ხო ბავშვისთვის მთავარი ქცევა არის თამაში ხო ეს ქცევის ფორმა არის თამაში. გარდა იმისა, რომ ისინი ამით სწავლობენ, ემოციას გამოხატავენ, ასევე არის გამკლავების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი. და რა თქმა უნდა, ცხადია, ტკივნეული პროცედურების დროს ან მაღალი სტრესის დროს, მწვავე სტრესის დროს რთულია, რომ ბავშვს თამაშის რესურსი ქონდეს ან სურვილი, მაგრამ სხვა დანარჩენ შემთხვევაში ყოველთვის ცდილობენ რომ ითამაშონ, ამით საკუთარი ემოციები გამოხატონ, ასე ვთქვათ, დაუბრუნდნენ იმ ნორმალურ გარემოს, თამაშის დროს ისინი თითქოს ნორმალურ იმ გარემოში არიან, სადაც ვთქვათ, კლინიკაში მოხვედრამდე იქნებოდნენ, ხო? იყვნენ და ასე ვთქვათ, მშობლებსაც თხოვთ, რომ თავის შვილთან შეკავშირდნენ ითამაშონ, რაც ძალიან უჭირთ ხოლმე ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ ფოკუსირებულები სხვა რამეზე არიან, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე არიან და ასე ვთქვათ, ხშირ შემთხვევაში შეიძლება ეგონოთ, რომ ეს არის დროის, ასე ვთქვათ, კარგვა, ან რაღაც ისეთი, რაც თავს უხერხულად აგრძნობინებთ, მაგრამ სწორედ ამიტომ სპეციალისტები ცდილობენ აუხსნან, გააგებინონ, გაანალიზებინონ, რა მნიშვნელობა აქვს თამაშს და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ბავშვის გამოჯანმრთელების პროცესში, ხო? და ამის გააზრება ძალიან ეხმარებათ, მოტივაციას აძლევთ, რომ ითამაშონ ბავშვებთან ერთად, დააკვირდნენ მათ ქცევას და ხშირად აღნიშნავენ ხოლმე პოსტპროცედურული თამაშისას, რომ როგორი გაზრდილები არიან, როგორი სხვანაირები არიან, როგორ თამამად შეუძლიათ თავიანთი ემოციების სახელდება, გადმოცემა და თამაშის საშუალებით იმ გამოცდილების გაზიარება მშობლებისთვის, რაც ვთქვათ, მასთან ყოფნის ან მასთან არ ყოფნის დროს მიიღეს. ძალიან რთულია, აი სადღაც 60-იან წლებში დაიწყო იმაზე ფიქრი, რომ აი მშობელი და ბავშვის კავშირი არ ყოფილიყო, ვთქვათ, ჰოსპიტალიზაციის დროს არ გაწყვეტილიყო მათი კავშირი, ხო? თავიდან ჰოსპიტალიზაცია ისე მიმდინარეობდა მშობლის გარეშე და ნელ-ნელა მიხვდნენ, რომ საჭირო იყო მშობლის ჩართულობა. თავიდან როცა ნახვის საათები და ასე ვთქვათ, მისცეს მშობლებს, ბავშვები ცხადია, რაღაცა მთელი დღის განმავლობაში რომ არ ნახულობ მშობელს და ან ასე დღეების განმავლობაში 1 საათის დრო შემოდის, შენი შფოთვა, შენი ემოციის გაზიარების სურვილი უფრო მეტია და უფრო მეტად ტიროდნენ, უფრო მეტად განიცდიდნენ და ექიმები ფიქრობდნენ, რომ აი ეს უფრო ცუდი იყო, რომ იმ 1 საათითაც რომ ნახულობდნენ მშობლებს, რადგან გამოხატული ფორმით თითქოს რაღაცა ნეგატიური გავლენა ქონდა ამას ბავშვისთვის, მაგრამ საბედნიეროდ დღესდღეობით ყველაფერთ ხვდებით, რომ ზუსტად მშობელთან იმიტომ ტირის, იმიტომ გამოხატავს ამ ემოციებს, რომ თავს უსაფრთხოდ გრძნობს, გაზიარებისთვის უფრო კარგი სივრცეა და ასე ვთქვათ, დღესდღეობით ჯოინის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშობლის დასწრება პროცედურის დროს, კვლევების დროს ძალიან მნიშვნელოვნად ითვლება, აუცილებლად ითვლება და ეს არ არის რაღაცა დამატებითი სერვისის გათვალისწინება, არა, ეს არის აუცილებლობა, რომ მშობლის და ბავშვის კავშირი შენარჩუნებული იყოს. ცხადია ეს გამოჯანმრთელებაშიც ძალიან ეხმარებათ და თამაშზე დავამატებ, რომ
ჯოინში არის რამოდენიმე სათამაშო სივრცე, სადაც თავისუფლად შეუძლიათ თავიანთი ემოციების გამოხატვა და თამაში ცხადია და ასევე მშობლებისთვისაც ხანდახან კი არა ხშირად არის მოდუნებისთვის ერთადერთი სივრცე, სადაც სხვა მშობლებთან ერთად აზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და შეუძლიათ ცოტა ხნით ყურადღება გადაიტანონ სხვა რამეზე. როგორ ფიქრობთ, ასე ვთქვათ, რამ შეიძლება გაუმჯობესოს საქართველოში ოჯახზე ორიენტირებული სამედიცინო ზრუნვის ხარისხი? ბოლო დროს უფრო მეტი დრო ეთმობა ბავშვზე და ოჯახზე ორიენტირებული ზრუნვის აუცილებლობას, რაც იმითაც დასტურდება, რომ აი სავალდებულო აკრედიტაციები, სტანდარტები, რაც დიდ ყურადღებას აქცევდა ამ მიმართულებით, ხო? და ცხადია, როგორც ჰოსპიტალის დონეზე, ისე სახელმწიფო დონეზე ძალიან დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი. ბოლოს მინდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამე აღვნიშნო, ალბათ ბევრგან შეგხვდებათ თანამედროვე კლინიკები, თანამედროვე და მაღალი ხარისხის აღჭურვილობით, ასევე კვალიფიციური სპეციალისტებით, მათი წარმატებით ჩატარებული პროცედურებით, ხო? თუმცა სწორედ ბავშვზე და ოჯახზე ორიენტირებული ზრუნვა განასხვავებს კარგსა და საუკეთესო მოვლას ჰოსპიტალებში. დიახ, გეთანხმებით ნამდვილად. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ასეთი საინტერესო საუბრისთვის. მადლობა თქვენ. ამით ჩვენი გადაცემა დასრულებულია. შევხვდებით შემდეგ პარასკევს საღამოს 6 საათზე. გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები. ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები. დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი.